ძვირფასებო მოგესალმებით, ძალიან კარგი პოსტი მინდა შემოგთავაზოთ და გახსნილად მინდა გამოვაცხადოთ ჩემი პატარა ბუსუსადან. სხვათა შორის პოსტი კატებს არ ეკუთვნის, ის არის აბსოლუტურად სხვა თემაზე და მე მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა გითხრათ, მე ვერ ვჩნდები სახეზე მიღებული პროცედურების გამო, მაგრამ ეს ახვის აინტერესებს. რა დავაყენოთ ტელეფონის ეკრანზე? რომ სულვილები ახდეს. არსებობს ბევრი მეთოდი, რასაც ჩალიჩობენ, მაგრამ ჩემთვის აპრობირებული უკვე ამდენი წელია არის ეს. და ახლა ზუსტად დავიწყებ საუბარს. თუ სხვათა შორის მინდა ისე გავაკეთო, რომ ყველა კარტი ესეთ პოზიციებში მოვაქციო, რომ თქვენ შეძლოთ შემდეგ სკრინშოტის გაკეთება და რატომ დაგჭირდებათ ეს მოგვიანებით მოგახსენეთ. მას ასე, ვისაც უნდა ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ფინანსური დინების აღმავლობა, გაუმჯობესება ფულის გზის, ვისაც უნდა ცხოვრებაში ახალი შანსი, შესაძლებლობები, კონტაქტები, კონტრაქტები, წარმატებები, ძალიან დიდი შანსის მომცემი, დიდებული ფინანსური სტაბილურების, ასე ვთქვათ, ამსახველი არის ტუზი პენტაკლებისა, რომელსაც ეხლა ხედავთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო. უკვე გითხარით, ვისთვის არის ეს გამოსადეგი, რაც შეეხება შემდეგ კარტს, ესეც დააფიქსირეთ და გეტყვით მე რისთვის იქნება საჭირო. ეს კიდე არის თასების ტუზი, ეს მათთვის, ვისაც უნდა ახალი სიყვარული, ვნება, ემოციები, ქორწინებაში გადასული, მუცელში პეპლები, ხალხო. და რაღაც ისეთი სიმშვიდეთან და თან ბედნიერი ახალი ემოციებით სავსე შინაგანი სამყაროს აფრთიანება, რაღაც ახალის შეგრძნება, ალბათ უკვე მიხვდით რაშიდაც არის საქმე. კი ბატონო, და შემდეგი ეს არის იმპერატორი ქალი, რომელსაც ესე მე ვფიქრობ, რომ ჩვენივრად გავუკეთება სკრინშოტი, მე მაქსიმალურად გავაკეთებ ისე, რომ თქვენ არაფერმა შეგიშალოთ ხელი, ვისაც უნდა ჩემო გოგონებო გათხოვება, ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა, დაფეხმძიმება, ოჯახური სიმყუდროვე, დიასახლის სტატუსი, ბედნიერება, სიმშვიდე, სილამაზე, აი, მათთვის არის ზუსტად ეს კარტი. და ბოლოს ჩემი რეკომენდაცია ცხრიან პენტაკლებს. ეს არის მათთვის, აქ მართალია შრომობს ადამიანი და თავისი ხელით მოაქვს მოსაღალი, მაგრამ ძირითადად ასე მიიჩნევა კლასიკაში, რომ ცხრიანი პენტაკლები არის კეთილდღეობის, ფინანსური კეთილდღეობის კარტი, მაგრამ ეს არის ხვებისგან შექმნილი თქვენი ფინანსური საცავი, ასე ვთქვათ. მოგეთ ჩათვალეთ, ეს კაცები მუშაობენ აი ამ ბაღში, ერთი მდიდარი ბარონისთვის, გრაფისთვის თუ ლორდისთვის და ეს ყველაფერი მათ ჯიბეში მიჩხრიალებს. მოკლედ, ვისაც გინდათ სხვებისგან წარმოებული, შეიძლება ეს იყოს მამა, შეიძლება ეს იყოს შეყვარებული, საყვარელი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დედა, რა ვიცი, ვინც გინდათ ის, რომელიც აგზავნის და თქვენს კეთილდღეობაზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნავს. და ეხლა ორიოდე სიტყვით, რატომ უნდა დაგესხრინათ ეს ჩემი კარტები, ეს არის დამუხტული ჩემო ძვირფასებო, თუ არის სხვადასხვა ფაზაზე ჩემი ძვირფასი დასტები, თქვენ შეგიძლიათ გადმოაკატაოთ, როგორც იტყვიან ინტერნეტიდან, მაგრამ არიცით ეს კარტი ვის ხელშია ნამყოფი, რა ენერგიაშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე კი გარანტიას გაძლევთ, რომ მხოლოდ სიკეთე და სისუფთავე გადმოედინდება ჩვენგან. კოცნით გეხვევით და დიდი სიამოვნებით გელოდებით.